საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა ილია ჭავჭავაძის წერილი ორიოდე სიტყვა. ილიამ ეს წერილი დაბეჭდა ჟურნალ სისკარში 1861 წელს. ამ წერილს მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და ფაქტობრივად ამ წერილმა სათავე დაუდო მამათა და შვილთა შორის ერთგვარ დაპირისპირებას, კამათს, პაექრობას. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო წამოჭრილი ამ წერილში და ილია მიმოიხილავდა ძალიან მნიშვნელოვან თემებს. მოდით ახლა ვნახოთ რა საკითხები იყო კონკრეტულად, რომელმაც ასე ააღელვა მაშინდელი საზოგადოებრიობა. პირველ რიგში ილია ჭავჭავაძემ მაშინდელი დროისთვის სრულად უცნობმა ახალგაზრდამ არ გამოიყენა ამ წერილში ქართული ანბანის 5 ძველი ასო. ესენი იყო იოტა, ვიე, ხარი, ემერვე და უბჯგუ. ამ წერილში მას არ განუმარტავს მიზეზი ამისა, მაგრამ შემდეგ წერილში პასუხი რომ დაარქვა, ცლად იმსჯელა ამის შესახებ, რომ ქართულ ანბანში ამ ასოებს უკვე ბგერითი შესატყვისობები აღარ ჰქონდათ და ამიტომაც აღარ გამოიყენა ეს ასოები, ეს იყო ერთგვარი რეფორმა ქართული ანბანისა. ილია ჭავჭავაძემ გასაკრიტიკებლად აიღო სისკარში დაბეჭდილი რევაზ ერისთავის მიერ რუსულიდან თარგმნილი ერთი ნაწარმოები. კონკრეტულად ეს იყო რუსი მწერლის კაზლოვის შეშლილი. რატომ მიაქცია ამ ნაწარმოებს მწერალმა ყურადღება? ამის შესახებ არის წერილში საუბარი და მოდი მივყვეთ ამას და ზედმიწევნით განვიხილოთ ყოველივე. ილია მსჯელობას ასე იწყებს, ის აფასებს კაზლოვის წერლობას და შესაფასებლად მიმართავს რუსთაველს. როგორც გახსოვთ, რუსთველმა ვეფხისტყაოსნის პროლოგში ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებები შაირობაზე, პოეზიაზე და იქ ისაუბრა მან რამდენიმე გვარის პოეტზე. მათ შორის გამოყო მესამე გვარის პოეზია, მესამე გვარის პოეტები, რომელთა შესახებ აღნიშნავდა, რომ ესენი არიან საშუალო ნიჭის პოეტები, რადგან მათ არ შეუძლიათ სრულქმნილი სიტყვის შექმნა და ისინი გვანან ყმაწვილ მონადირეებსო. ილიამ ეს სტროფი ვეფხისტყაოსნისა ასე გადააკეთა: კაზლოვის ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა და ასე შემდეგ. ასე რომ ილია ჭავჭავაძემ თავიდანვე გამოკვეთა თავისი თვალსაზრისი კაზლოვის შესახებ, თუმცა შემდეგ უფრო დაწვრილებით წარმოაჩინა, რატომ არ აფასებდა ამ წერალს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთში კაზლოვს გარკვეულ პატივს სცემენ, ზოგიერთი მისი ნაწარმოები მოსწონთ კიდევაც, მაგრამ ჩვენთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენსო. ამიტომაც თვითონ არჩევანი რევაზ ერისთავისა, რომ აირჩია სწორედ ეს ნაწარმოები სათარგმნოდ, მაინდა-მაინც გამართლებული არ არისო. რადგან კაზლოვის წერლობაში და კონკრეტულად ამ ნაწარმოებშიც წარმოჩენილია ნაძალადევი გრძნობა. და წერლობამ კიდე ნამდვილი ადამიანი უნდა დახატოს ნამდვილი გზნობებითო. ნაძალადევი ცრემლი საზიზღარია და არა სამწუხაროო. ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედება სწორედ სავსე არის ასეთი ნამდვილი გრძნობებით და სამაგალითოდ კიდევ ილიას უამრავი ქართველი მწერალიც ჰყავდა, რომლებიც ნაძალადევ ცრემლს კი არ გამოხატავდნენ თავიანთ შემოქმედებაში, არამედ ნამდვილი ცოცხალი ადამიანები იყვნენ. ამიტომაც საუბრობს ილია ასე ვრცლად ამის შესახებ. ის ამბობს, რომ კაზლოვი არის კარამზინის სკოლის წარმომადგენელი და თვითონ კარამზინიც არ მოსწონს. ილია ჭავჭავაძეს ფიქრობს, რომ კარამზინის კაზლოვის სკოლა ეს არის სენტიმენტალური მიმდინარეობის ამსახველი, სენტიმენტალიზმი უკვე ჩავლილი ლიტერატურული მიმდინარეობა და ამიტომ არ არის საჭირო, რომ ჩვენ ამ მიმდინარეობის ნაწარმოებები თარგმნოთო. კაზლოვის შესახებ ეტყობა ბევრი რამიც ილიამ ძალიან ზედმიწევნით კარგად წაუკითხავს, რა თქმა უნდა, ისე მსჯელობას არ დაიწყებდა და ის აღნიშნავს, რომ კაზლოვს აქვს ნათარგმნი ნაწარმოებებიც და როგორც მთარგმნელი არ მოსწონს. მაგალითად, ასახელებს ანდრე შენიეს, ფრანკ პოეტს, რომლის პოეზიაც ძალიან მოსწონს, როგორც კარგად გამომსახველი ადამიანის სულიერი სამყაროსი და სამწუხაროდ კაზლოვმა თარგმანში დაამახინჯა და ის სული დაიკარგა ანდრე შენიესი, რომელიც მის პოეზიაში არისო. ამავე დროს ილია ჭავჭავაძე აქ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კაზლოვი არ არის თვითმყოფადი მწერალი, რომ ის არის მიმბაძველი და კონკრეტულად მიმბაძველი არის ბაირონისა.
თუმცა ბაირონი იყო ძალიან დიდი ტალანტი და მას ბევრი მიმდევარი და მიმბაძველი ყავდა მთელ სოფლიოში და რუსეთშიც განსაკუთრებით. მაგრამ აქ დასაძრახისი გავლენა კი არ არის, როდესაც რომელიმე ახალდამწყები მწერალი განიცდის ვინმეს გავლენას, არამედ ის, რომ ამ გავლენას თავს ვერ დააღწევს და ყოველთვის შეგირდი რჩება, ასე ვთქვათ, თავისი მასწავლებლისა და ვერასოდეს ოსტატობის დონეს ვერ აღწევს. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე ასახელებს რუს პოეტებს პუშკინსა და ლერმონტოვს, როგორც საუკეთესო წარმომადგენლებს ბაირონის სკოლისას. და ამბობს, რომ აი მათ შეძლეს, რომ ესე იგი მიბაძვისთვის თავი დაეღწია და ღირებული ნაწარმოებები შეექმნათ, რაც ვერ შეძლო კაზლოვმა. ამიტომაც ის დარჩა მხოლოდ უბრალო მიმბაძველად. ბაირონის მიმართ განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება აქვს, როგორც ვიცით, ილია ჭავჭავაძეს, მას ძალიან უყვარდა ეს პოეტი, მოსწონდა მისი პოეზიიდან მომდინარე ძალიან დიდი ენერგია. ილია წერდა, რომ ბაირონს კალმის ნაცვლად მეხი ეპყრა ხელში და თვალებიდან ცრემლების ნაცვლად მდუღარე ტყვიას სვიოდაო. ამიტომაც იყო, რომ როდესაც მოძრაობის შესახებ საუბრობდა მგზავრის წერილებში, სწორედ ბაირონი მოიხმო მოძრაობის თვალნათლივ მაგალითად. მან თერგი შეადარა ბაირონს და როგორც ვიცით, თავარი სათქმელი ასე წარმოიჩინა, რომ თერგი მე მაგონებს ბაირონს, რომელიც ყოველთვის იყო ბრძოლის ჟინით ახსავსე, ყოველთვის იყო მოძრავიო. როგორც ვიცით, მგზავრის წერილებში მან აი ეს უმოძრაო მყინვარი შეადარა გოეთეს. ერთი სიტყვით კაზლოვის შესახებ აი ესეთი დამოკიდებულება გამოამჟღავნა ილია ჭავჭავაძემ და აღნიშნა, რომ რადგან თარგმნა გადაწყვიტა რევაზ ერისთავმა, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, იმიტომ რომ თარგმნილი ლიტერატურა ამდიდრებს ჩვენს წერილობას და აუცილებელია თარგმანები, თვითონ ილიაც თარგმნიდა, მაგრამ უნდა შეარჩიო აუცილებლად რა თარგმნო და მან კი შეარჩია სუსტი ნაწარმოები სუსტი მწერლისა. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ კიდევ კარგი ლერმონტოვი და პუშკინი არ შეარჩია, თორემ იმათაც ისევე წაახდენ და როგორც წაახდინა მაგალითად ანდრეშენიე თავის თარგმანებში ან ბაირონი თავის თარგმანებშიო. ილია ჭავჭავაძე წერს აქვს, რომ რევაზ ერისთავს ქონდა ძალიან ბევრი მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს მწერლის ენა. მაგალითად, უპირველეს ყოვლისა რუსთველი ყავს სამაგალითოდ, ხო? ან არაჩვეულებრივად წერდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და რატომ წერს რევაზ ერისთავი ასე გაუმართავად, ასე უწყალოდ რატომ ექცევა ქართულ ენასო? ესე იგი, ილიას ორი რამ აღელვებს, ერთი რომ ცუდი ნაწარმოები თარგმნა რევაზ ერისთავმა და მეორე ის, რომ ძალიან ცუდად თარგმნა, ცუდი ნაწარმოები ძალიან ცუდად თარგმნა. ეს უფრო აღელვებს ილია ჭავჭავაძეს, რომ ფაქტობრივად მე ვეღარც კი ვიცანი ჩვენი ქართული ენა ამ თარგმანშიო. კაზლოვის შეშლილი, როგორც გითხარით, დაიწუნა და რატომ დაიწუნა? რომ იქ არ არიან ნამდვილი გმირები, აი ცოცხალი გმირები. მაგალითად, შეშლილის მთავარი პერსონაჟი არის შეშლილი რუსი გოგონა, რომელსაც არაფერი ეტყობა შეშლილობისა, თუმცა მწერალი დაბეჯითებით გვიმეორებს, რომ ის შეშლილიაო. და ილია პარალელსავლებს სხვა დიდ მწერლებთან. მაგალითად, არაფერს ამტკიცებს შექსპირი, რომ თქვათ ოფელია შეიშალა ჭკუიდან, ან მეფელირი, მაგრამ ამ პერსონაჟების მოქმედებაში, ქცევაში, სიტყვა-პასუხში ეს ყოველივე ჟღავდებაო. ილიას ისიც არ მოსწონს, რომ კაზლოვმა ვერ შეძლო, რომ აი რუსეთის სული დაეხატა. ის კი ამტკიცებს, რომ ეს გოგო არის რუსი, მაგრამ მას სარაფანაც კი არაცვია რუსულიო. რა თქმა უნდა, ესეც დამადასტურებელი იყო იმისა, რომ კაზლოვი იყო ძალიან სუსტი მწერალი და ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის შეცდომები, რომლებსაც ჩვენზე წინა თაობები უშვებენ ხოლმეო. მაგალითად, წეღან ვახსენე ზემოთ, რომ ჩვენ არ უნდა ვთარგმნოთ სენტიმენტალური მიმდინარეობის მწერლობის ნაწარმოებები. სენტიმენტალიზმი იყო გარკვეული ეტაპი. იყო ჯერ კლასიციზმი, მერე სენტიმენტალიზმი, მერე ამას მოყვა რომანტიზმი. მაგალითად, ხომ შეიძლება, რომ ქართულ ლიტერატურაში პირდაპირ ვისაუბროთ, თქვათ, რომანტიზმზე და ამ მიმდინარეობის წერლობა იყოს და ჩვენ აღარ ვთარგმნოთ სენტიმენტალური ნაწარმოებები. იმიტომ რომ ამ სკოლამ თქვათ ღირებული ვერაფერი შექმნა, თუნდაც რუსეთში და ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ ადამიანის ჭკუა გონება სწორედ იქიდან გამოჩნდება, თუ როგორ გაითვალისწინებს ის სხვების შეცდომებს. მთელი ჩვენი ისტორია, იმიტომაც გვიდევს თვალწინო, თორემ ის რომ მამაპაპურ გზას უნდა გავყვეთ და რაც მამაპაპას უქნია, ის უნდა გავიმეოროთ, ეს ჩინური ანდაზაა და ჩვენ რა თქმა უნდა წინ ვერ წაგვიყვანსო.
ილია ჭავჭავაძე იმასაც ამბობს, რომ მე ბოლომდე თავიდან ბოლომდე ვერ წავიკითხე შეშლილი, იმდენად ცუდი ენით არის თარგმნილი და ის ამბობს, რომ ასე მგონია და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება ვინმეს დასჯას თუ მოვიდუმებთ, სწორედ შეშლილი წავაკითხოთო რევაზ ერისთავის მიერ თარგმნილი. რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცის, რომ არც რევაზ ერისთავს მოეწონებოდა მისი ნათქვამი, არც შეიძლება სხვა ვინმეს, რაც რეალურად მოხდა კიდევაც, მაგრამ ის წერს, რომ ჩვენ საზოგადოგვარდოქმე გვაღელვებს, ჩვენი ენის გულშემატკივრები ვართ, ამიტომ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღებაო და თანაც ძალიან დიდიო. კაზლოვის ლექსები თვითონ რუსეთში ჩაბარდნენ ისტორიას და ჩვენ რატომღა უნდა ვთარგმნოთ მისი პოეზია და მისი ნაწერებიო. აქ ილია ჭავჭავაძე რედაქტორსაც საყვედურობს. ივანე კერესელიძე იყო ამ დროს ცისკრის რედაქტორი, რომ რატომ ბეჭდავ ასეთ სუსტ ნაწარმოებებსო. თუმცა იქვე ამართლებს ივანე კერესელიძეს და როგორ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ჟურნალს არ ჰქონდა დამოუკიდებლად არსებობის წყარო, ის იყო დამოკიდებული ხელის მომწერებზე და სამწუხაროდ ხელის მომწერების გემოვნებას მათ მოთხოვნებს ითვალისწინებდა ივანე კერესელიძეც და ილია მწუხარებით აღნიშნავს, რომ აი როდის იქნება, რომ ჟურნალს შეეძლოს ასე იგი თავისი გეზი ქონდეს არჩეული და რედაქტორმა შეარჩიოს მხოლოდ და მხოლოდ ღირებული და ღირსეული ნაწარმოებებიო. რაც შემდეგ სწორედ თვითონ ილია ჭავჭავაძემ გააკეთა, როდესაც თავისი საკუთარი ჟურნალი დააარსა. სხვათა შორის ამ წერილის შემდეგ, როდესაც ეს წერილი დაიბეჭდა ჟურნალ ცისკარში, ძალიან ბევრი ხელის მომწერი გაუნაწყენდა ივანე კერესელიძეს და შეუთვალეს კიდევაც, რომ თუ ილია ჭავჭავაძის ნაწერების ბეჭდას გააგრძელებ, ჩვენ შენ ჟურნალს აღარ გამოვიწერთო. ილია ჭავჭავაძე მიმოიხილავს საერთოდ ცისკარში დაბეჭდილ მასალას და აკრიტიკებს საზოგადოდ, რომ ის მოძრაობისკენ კი არ უბიძგებს მკითხველს, არამედ მამაპაპური ძილისკენო. ილია მიცოდა, რომ დიდი ძალა ჰქონდა ჟურნალს და ამიტომაც აქცევდა ამას დიდ ყურადღებას. შემდეგ უკვე ილია ჭავჭავაძე ცდილობს, რომ კონკრეტული მაგალითებით დაუმტკიცოს მკითხველს, თუ რატომ არის ეს შეშლილი ცუდად თარგმნილი და რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. საერთოდ, როგორც ვიცით, ილიასთვის დამახასიათებელი არის საბუთიანი მსჯელობა. ის უწოდებს რევაზ ერისთავს რითმებით მორახუნეს. ის ამბობს, რომ ძალიან ხშირად რევაზ ერისთავი იმისთვის, რომ გამართული იყოს რითმის თვალსაჩინო, ისეთ სიტყვებს მოიხმობს, ისეთ გაუმართავ ფორმებს, რომლებიც გაუგებარია ასეთი სტრიქონებიდან აზრს ვერ გამოიტანს ადამიანი და თან ქართული ენაც მახინჯდებაო. მაგალითად ასეთი სტრიქონი აქვს: ეგრეთ ჩაფლული ოცნებაშია. აი ამ სტრიქონს უწონებს, ვის გაუგონია ოცნებაში, რომ კაცი ჩაეფლოს. კაი ტლაპო ყოფილა თქვენმა მზემ, თქვენი ჭირიმე ოცნება რა ტლაპოა, რომ ჩაფლობა შეიძლებოდეს შიგო. ან კიდევ ღრუბლიდან ცეცხლი, ასეთი სტრიქონი არის შეშლილში და აი ამ წინადადებაში გამოტოვებულია ზმნა და ზმნის გარეშე, რა თქმა უნდა, აზრის გაგება შეუძლებელია და ილია ჭავჭავაძე ამ კონსტრუქციას, ასეთ კონსტრუქციას ადარებს აი ასეთ წინადადებას ამბობს სამაგალითოდ, ხელი გავიქნიე ფეხი. აქ კი არის ზმნა, რა თქმა უნდა, ამ დასახელებელ წინადადებაში, მაგრამ არასწორი სინტაქსური წყობა არის, რაც იმაზე გვანიშნებს, რომ რევაზ ერისთავს ან თვითონ არა აქვს შეგრძნება ენისა, ან კიდევ ესე იგი ძალიან უყურადღებოდ ექცევა ამას ყოველივეს. შემდეგ ილია ჭავჭავაძე ამბობს, რომ არ არის აუცილებელი რითმაზე ასეთი ძალიან დიდი ზრუნვა, ასე ვთქვათ. და სამაგალითოდ მოყავს მას გრიგოლ ორბელიანის ლექსები. ის ამბობს, რომ გრიგოლ ორბელიანის ბევრი ლექსი ურითმოთ არის დაწერილი, მაგრამ ჩვენ სულიადაც ვერ ვამჩნევთ ამას, იმიტომ რომ შეიძლება რომ ურითმო ლექსიც იყოს ლექსი და მასში იყოს წარმოჩენილი ნამდვილი პოეზია და რითმა არ უნდა იქცეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ სიცარიელის გამომხატველად და ესე იგი რახუნის შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდესო, ამბობს ილია. ამავე დროს აკრიტიკებს გარკვეულ ეპიზოდებსაც, მაგალითად შეშლილში დახატული არის, როგორ მიქრის ეტლი
უბრალოდ მარხილი თოვლიანი ზამთარი არის. ამ მარხილში ზის ადამიანი და შორიდან მოჩანს პატარა ქოხი და იმ ქოხში არის ვიღაცა, რომლის სუნთქვაც ამ კაცს ესმის. და ილია ჭავჭავაძე წერს, რომ კარგი ყურები უნდა ქონოდაო აი ამ მარხილში მსჯნომს, რომ იქ ვიღაც რომ სუნთქავს, ეს გაეგონაო. თან ილია არ ერიდება, რომ დასცინოს რევაზ ერისთავს, საკმაოდ ისეთი დამცინავი დამოკიდებულება არის გამჟღავნებული, რამაც რა თქმა უნდა გამოიწვია ის, რომ მკითხველთა ასეთი რეაქცია მოხვა აღშფოთებული. როგორც გითხარით, ამ წერილს გამოეხმაურნენ ძველი თაობის წარმომადგენლები, თქვათ ბარბარე ჯორჯაძე, გიორგი ბარათაშვილი, თვითონ რევაზ ერისთავი და პირველ რიგში ის აღნიშნეს, რომ ვინ არის ეს ილია ჭავჭავაძე, თვითონ რა გაუკეთებია, რა დაუწერია, რა უთარგმნია, რომ სხვას ასე აკრიტიკებსო. თუმცა ილია ჭავჭავაძეს ორიოდე ლექსი ჰქონდა ჟურნალ ცისკარში გამოქვეყნებული, მაგრამ როგორც გითხარით, ის იყო ახალგაზრდა 23 წლის, ახალი ჩამოსული რუსეთიდან და პირველ ნაბიჯებს დგამდა ქართულ მწერლობაშიც და ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, მაგრამ აი პირველივე ნაბიჯები ილიასი აღინიშნა იმით, რომ თავიდანვე ესეთი კრიტიკული იყო იმ ყოველივის მიმართ, რაც არ მოსწონდა, რასაც მიიჩნევდა, რომ ვნებდა ქართულ ენას და აქ სწორედ ამ წერილში მან ფორმულასავით ჩამოაყალიბა სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, როდესაც ენაზე ვსაუბრობთ. ის წერს, რომ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან, მამული ენა სარწმუნოება, თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით და რა პასუხს მივცემთ შთამომავლობას. თან ისიც დასძინა, რომ ენა საღვთო რამ არის და მას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოსო. ამავე დროს საკუთარ თავზეც თქვა ილია ჭავჭავაძემ ორიოდე სიტყვა, მან თქვა, რომ როგორი თარგმანიც იყო, ისეთი განმხილველი შეხვდა ჩვენი სახითო. ჩვენო ბოლოს ასე ამთავრებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, ჩვენი ენის დამცირებამ დაგვაწერინა ეს სტატია, თორემ ჩვენ ვინა და კალამი ვინაო. თუმცა ილია ჭავჭავაძის სახით, როგორც გითხარით, ჩვენ ვინა და კალამი ვინა კითხვა, მაგრამ კალმის ერთგული მსახური გამოუჩნდა ქართულ მწერლობას. აი ასეთი იყო ის საკითხები, რომლებიც წარმოაჩინა ილია ჭავჭავაძემ ამ წერილში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, საკითხები, რომლებიც ეხებოდა ქართული ენისა და ქართული მწერლობის თემას. ამის გარშემოა ეს ყოველივე, რომელმაც როგორც გითხარით, გამოძახილი პოვა ქართულ საზოგადოებაში და ეს ამ კამათმა შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ჩაითრია ამ კამათმა და ძალიან ბევრ საგულისხმო საკითხზე გაიმართა პაექრობა და დისკუსია, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, წაადგა ქართულ მწერლობას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.